მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებელო და მსმენელებო, დღეს არის 29 ივნისი. რაც შეეხება ჩემო არხის მსმენელებო, პირველ რიგში იმით დავიწყოთ ბრძოლა წესების გარეშე გუშინ ვიხილეთ გამთენი ძალიან მაგარი ამბავი მოხდა, თუფურია პრინციპში 2 წუთი დაჭინდა რომ ეს ყველაფერი დაესრულებია და დაანოკაუტა პირველივე რაუნდში და პრინციპში ძალიან კარგი კადრები ვნახე და ცემლებით კი წამოვიდა ჩემო არხის მსმენელებო და ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო, ეხლა შემდეგი იმას ვიტყვით რომ მორიგი რეკორდი გაიმეორა და კამარე უკვე მისია თოფურიასი, რომელმაც ძალიან მომზადებული ფსიქოლოგიურადაც მომზადებული შეხვდა და სადღაც 2 წუთი დაჭირდა რომ დაენოკაუტებია და ზუსტად ასეთი რაუნდი პირველივე რაუნდში მოუგო თავის მეტოქეს ძალიან უძვირ მეტოქეს. ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო, შემდეგი პრინციპში დღეს მოგეხსენებათ რომ დღეს საღამოს 8 საათზე თბილისის დროის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის матчი გაიმართება და აქ უკვე პარი სენ-ჟერმენი და ინტერ მაიამი შეეტკინებიან. როგორც ვიცით, ჩემო არხის მსმენელებო, ერთმანეთზე საუკეთესო ფეხბურთელები შეეტკინებიან ლეგენდა ლიონელ მესი და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც კი პარი სენ-ჟერმენის მხრიდან შეეხება რომ მისი გუნდის წარმატებაში კიდე ბევრი გააკეთოთ და იასპარეზოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ჩემო არხის მსმენელებო, ეხლა კი მე მინდა გითხრათ, გუშინ როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივამდანებდი თვალყო ბენფიკა ჩელსი, რომელიც 95 წუთზე რაღაც მიზეზებით გამოგაჩენდა თამაში, ამინდი გაფუჭდა და აქ არის რა თქმა უნდა იმის გამომდინარე მე გაუგზელებიათ და დამატებით დროში გადაწყდა თამაში და პრინციპში თამაში და უპირატესობით ჩელსი ჯობდა 1-4 მოუგო ჩელსმა და კი შემდეგ ეტაპზე გავიდა ლონდონის ჩელსი. ჩემო არხის მსმენელებო, ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ გიორგი მიქავტაძეს და ჩაკვეტაძეს გამშემო კარგი ახალი ამბებია. ერთ-ერთი სურვილი ყავს მადრიდის რეალი, ჩაკვეტაძეს და ლივერპული და მანჩესტერ სიტი, ასე შემდეგ და პრინციპში მე მგონია ბარსელონაზე გააკეთეს არჩევანს. ეხლა კი რა შეეხება ჩაკვეტაძესაც მაგარი მომენტი აქვს და შესაძლოა ვალენსიაში ვიხილოთ. გამოიწეც არხი და ლაიქეთ, რათა